მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღე არ გადის საქართველოში, რომ რამე ისეთი არ მოხდეს, რომ მორალის მთელი ციტატები არ ვიკითხო და თუ როგორი ჭკუის სასწავლებელი ვიდეოები არ ჩავწერო, იმიტომ რომ ამ ინციდენტმა, რომელიც კახეთში ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, სადაც ამ ადამიანმა, ქართველმა ქალს, რავი, სპეციალურად ჩავიცვი UFC-ს, ისა რა ქვია, ხელთათმანები, რა თქმა უნდა, გაშარჟებით, რა თქმა უნდა და არანაირი სხვა მოტივით. ანუ ტიპმა დაანოკაუტა გოგო. ანუ დარტყმაც არის და დარტყმაც არის. ანუ ტიპმა იმენა სანოკაუტე ჰუკი გაუგეთა, ანუ და უბედურება რა არის, იცით, რომ ქალების დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში, დიდი არა ბოდიშით, რაღაც გარკვეული ნაწილი ამას როგორი მესიჯ ბოქსებით შეხვდა და კომენტარები იცით, მე რაც საგიჟეთი ვიკითხე, სრული ფსიქოზი. ვინაცვალე შენს ხელებს, დაილოცო შენი მარჯვენა, -1 ღორი. იმიტომ რომ ეს გოგოები ეგონენ რუსები, ამ გამოთაყვანებულებს ეგოnen რუსები იყვნენ, თუმცა აღმოჩნდა რომ უკრაინელები არიან. უკრაინელები, როგორც აი ეს ეკლესიასთან რაღაც რომ იქარეს და რუსები რო ეგონა და ისინიც უკრაინელი და ერთ-ერთი ესტონელი აღმოჩნდა. ანუ ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც არა ძალადობას გაიძახიან, უცებ გახდნენ ფაშისტები. ამაზე მე რო კომენტარი არ გამეკეთებინა, ეხლა თავიდან ბოლომდე უნდა მოვყვე. შეიძლება ცოტა დიდი ვიდეო იყოს, მაგრამ მორალი უნდა წავიკითხო ხალხო, რომ აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა ფსიქოსური. ამიტომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი, გავზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს და მოდი ამ ეხლა განახებთ ამ კადრებს ცოტა გადახვევით, იმიტომ რომ ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი და არ მინდა რომ მაინც ნახოთ. აი ქალს ესე როდესაც დაარტყავ რამ მდგომარეობაც არ უნდა იყოს, აი საერთოდ რამ მდგომარეობაც არ უნდა იყოს, აი საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს, რამ მდგომარეობაც არ უნდა იყოს და რა პროვოკაციასაც არ უნდა მიმართოს. როდესაც ესენი ხარო მოხდა თავიდან, ანუ მიმდინარეობდა დაბლა ქორწილი, მოულოდნელად ვიღაცამ იქიდანო წყალი გადმოასხაო, გვაწუხებთო, ნუ არ ვიცი ჯერ სასტუმროს ადმინისტრაცია რას აკეთებდა მან, საერთოდ რისთვის არსებობდნენ ამ ქვეყანაზე, რომ ყოფითი პრობლემა, რომელიც მიმდინარეობდა სასტუმროში, სადაც ქორწილი იყო და იქვე ვიღაცაზე ეძინა და ძილი უნდა და ეგ არ ვიცი რანაირად მოხდა. ნუ შელაპარაკება მოხდა დაბლიდან, ამან თქვა რომ თქვენ ხარ სტუმრებიო, რომ ჩვენს ქვეყანაშიო თქვენო ეხა ისანი ხართო რა ქვია, ხო, ლოგიკური ცუთხრა ხო, სტუმრები ხართო და ჩვენ ვართ მასპინძლებიო და ნუ ნორმალური ეს ვიდეოები ვნახეთ ყველამ, ხო, რაღაც ნორმალური დიალოგი იყო აქედან. ნორმალური მოთხოვნებით, მაგაზე საწინააღმდეგო მე არაფერი არ მაქვს. ვიღაცამ გაავრცელა ჭორი, არ ვიცი, ნაღდია, ვიღაცამ გადმოასხავს ამოდანო შარდიო. არ ვიცი, უბრალოდ ჯერ ვინ გაარკვია ეგ რომ შარდი იყო, აქედან დავიწყოთ, რავი, სამხარაულში წაიღეს და იქ გაარკვიეს. ან როგორ შეიძლება ამ სცენარი წარმოვიდგინო, რომ ვიღაცა რაღაც ბოთლში იმას შვება და მე ამას ასახავს, არ ვიცი. ეგ ჭორი საიდან გავრცელა მე წარმოვიდგინე არ მაქვს. მე ადის ეს ადამიანი იქ და იწყება უკვე აქედან გრძელდება ვიდეო. ანუ გრძელდება ვიდეო აი აქედან. როდესაც შელაპარაკება ხდება, ურთიერთშელაპარაკება, როგორც მთავარი მოიხსენებს უცხო ქვეყნის მოქალაქე რუსეთის არ უთქვია, უკვე მიხვდა რომ უკრაინელები არიან. და ამ ბიჭმა კარჩე გააქანა და ჰუკით ლეწა ამ ტიპმა იმენ დაანოკაუტა. ბიჭო, ახლა პირველად რო ეს ვიდეო ვნახე, ანუ მე შემრცხვა როგორც მამაკაც და კაცს, იმიტომ რომ ქალისადმი ძალადობას არ აქვს არანაირი ეროვნება, საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს. რავი, სურო, რავი, მეც ყველაზე მეტად ვინებიც მძულს ამ სამყაროში რო ავიღო, ახლა მოდი არ დავასახელებ მათზე ძალადობაც ჩემთვის სასიხარულო არა ფიზიკური, იმიტომ რომ მე როდესაც რავი ადამიანთა პრობლემა აქვს, ინტელექტი არის ჩემი ესე ვთქვათ, მთავარი მოედანი, რითიც მე ადამიანს ვეფრწი, ხო? ანუ განა რა უნდა გაეკეთებინა ადამიანს, რომ თან იცი რომ იღებენ. და ეს ვიდეოები მარტო საქართველოში კი არ გავრცელა ეს ვიდეო. ეს ვიდეო ნახა, რავი, მთელმა ნახევარმა რუსეთმა უკვე და რავი, აი წარმოდგენა ესეთი შეექმნათ, ნუ ამას ხა სამწილიან პატიმრობა ემუქრება. რო კაროჩე გამოგვიყვანა ესეთი ხალხი, ნუ ამ ტიპებმა გამოგვიყვანეს, რომ ქართველი კაცები არიან მოძალადეები. რო ქალებს, ნუ აქამდე ესეთი თეორია იყო ჩეჩნებზე გაკეთებული. ეხლა ქართველები მიემატნენ მაგათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი 250,000 ლაიქი ქონა მარტო ინსტაგრამზე ამ პოსტს. ბიჭო, დავიწყოთ მოდი იქიდან ეხა. აი მოდი ეხა ერთ წამს აი აქედან დავიწყოთ, ხო? ნუ აი აქედან დაიწყო ყველაფერი როგორც გითხარით. მოდი ეს პირველი, ხო? სასტუმროს ნომრის ამინდა შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას. ის შედეგადაც ბრალდებულმა ფიზიკურად ასენა მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქეს. მეორე. ეს არის, როდესაც უვარდება სასტუმრო ნომერში. ამ დროს არ ვიცი ადმინისტრაცია რას აკეთებს.
ანუ არ ვიცი ამ დროს ადმინისტრაცია რას აკეთებს, იმიტომ რომ ეს ამან შეიძლება გამოიწვიოს ეთნიკური დაპირისპირება. ანუ სერიოზულად ვამბობ, ხო? გაჩნდა ეხა იმისი, ასე ვთქვათ, პრეცედენტი და ბევრმა წაიღო და ბევრმა ნახა, მათ შორის რუსები, უკრაინელები და ზოგადად სლავი ბლოგერები მაგაზე წერდნენ, რომ ქართველი კაცები არიან მოძალადეები ქალზე. აი ნახეთ ახლა ორი რაც არ უნდა ქალმა გითხრას, ხო მესმის, მეც მქონია ეგეთებთან ურთიერთობა, მესმის რომ ხანდახან წყობილებიდან შეიძლება გამოგიყვანოს, მესმის რომ უსამართლოდ მოიქცა, მესმის. მაგრამ ქანა რა უნდა გითხრას ეგეთი რომ შენ თან კამერის წინ გიღებენ მაგას და იცი რომ საქართველოს არის ერთი დიდი ჭორბიუ რომ მეორე დღეს განიხილოს თელი ქვეყანა, ხო მაგ ყველაფერს და მე კადრები ვრცელდება გლობალზეა უკვე ეს ვიდეო გავარდნილი. ანუ ამ ზიანს ანუ აყენებ ერსაც, შენსაც, ანუ საერთაშორისო სტუმარმა სპინძლობის ძალიან ბევრი რაღაც. აი ხა მე მინდა გავაკეთო აი ეს, ხო? მე ეს ადამიანიო, ეხლა ნინო ნადირაძე, ერთ-ერთი ყველაზე რაციონალურად მოაზროვნე ქალბატონი, სპეციალურად გამოიყვანა, აი ძალიან საინტერესო რაღაც დაწერა. ეს კიდე ცალკე ტეხავს კაცი რომ ქალის ნაპორჭანს აჩვენებს. აი ნახეთ ჩემზეც იძალადესო, აი აქ არის გამოხელება. ნახეთ ჩემზეც იძალადესო და ეს სამხილად მოყავს, იქ ვიღაცა საბაბრაჭველი და ვიღაც აი საბომჟეთი სალიბერალეთი გამოვიდა ამაზე და კანონის შესაბამისად მიუდგეთ ნაპორჭყნია კაცი. რომელი ქართველი ვაჟკაცი ურტყავდა ქალს ხელს ისტორიაში გამახსენეთ. რუსები იქნებოდნენ, სპარსელები იქნებოდნენ, ირანელები თუ თურქები, ქართველები იმით ვიყავით მაგრები, რომ ომში ვამარცხებდით კაცებს. რავი, კაცებს აი კუდით ქვას ვასროლინებდით. როდიდან გახდა საქართველოში მაგარი ტიპობისა და რაღაცა შარაუთის დამდები რაღაც ის რომ ქალს როდესაც ხელით კაცი ეხება ეს არის კარგი. ეხლა თქვენ განახებთ ისეთ რაღაცებს, რომ შეიძლება გული გაგისკდეთ საერთოდ ხალხო. ხო, ეხლა უბრალოდ პოსტი რა იდება, ეხლა აი სადამდე მიდის ადამიანის ფსიქოზი, აი მენტალური დაავადება, ანუ სიბოროტე, ბოღმა, ულტრაფაშიზმი, ლიბერალური სიგიჟე რა. გონი გამასადისტებს ამ ღორებმა, ამ ფოტოს რომ უყურებ მსიამოვნებს. წერს პაატა ლაპარაძემ და ნაცემ ქალზე წერს რომ მსიამოვნებს რომ უყურებ. ეხლა გეკითხებით, კაცები ხომ იყურებთ, კაცები. რავი, თქვენ ხართ კაცები, ხო? რავი, თქვენ უნდა შექმნათ ოჯახი, თქვენ უნდა უპატრონოთ თქვენს ოჯახებს, უნდა იყოთ სამაგალითო, შვილს უნდა ასწავლოთ, როგორი უნდა იყოს ღირსეული მამაკაცი. აი, რას დაარქმევთ ამ ადამიანს, რომელიც ამბობს საჯარო პოსტში წერს, რომ მე მსიამოვნებს, როდესაც ქალი არის ასე ნაცემი და თან ღორი პლუს დამატებული. აი, ეხლა უყურეთ მეორე თემა. აი, პატა ლაპარა ეს ავიღოთ, ეს ნუ აი მენტალურად შეშლილი ადამიანი, რომელიც არის სავსე ამხელა სიძულვილით. რატო არ მიდის და ამ სიძულვილს არ ხარჯავს მაგალითად ფრონტზე უკრაინაში. უკრაინა რუსეთის ფრონტში. ხო, ესე ძალიან რო გეზიზღება რაღაცა უნდა გააკეთო, ხო, ზელენსკი აგერ იხვეწება. მიყავს კაცო ძალდატანებით, მიყავს 16 წლიდან სულ ყველა ომში და ბიჭო, ესეთი სიძულვილი თუ გაქვს, რომ ქალის ცემაქს იამოვნებს, ეთნიკური ნიშნით, რომელიც რუსი არა და თან უკრაინელი, მაგეთი გამოთაყვანებული რო ხარ ეგეც რო არის. ეს არის ჩმორობის, არაჯელტმენობის და არაკაცობის ნამდვილი მაგალითი. აი როგორ შეაფასებდა ნამდვილი ქართველი კაცი აი ამ შემთხვევას. აი ხა უყურე, ეს არაფერი არ არის, მეორეც ის განახოთ. აი ხა უყურეთ, ქალი, აი სპეციალურად დავმალე ეხა მე ამ ქალის სახე სპეციალურად, იმიტომ რომ არ მინდა რომ ამაზე ბულინგმა გადაიაროს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ნახავს ამ ვიდეოს და არ მინდა. მე უფრთხილდები ამ ქალს ეხა და გამოვიჩინე მართლა ჯელტმენობა. მაგრამ რას კადრულობს ეხა უყურეთ უსმინეთ. გენაცვალე ხელებშიო. უწერს იმ ადამიანს, რომელმაც ქალს აი დამანოკაუტებელი ჰუკი გაუკეთა. აი დაარტყმა ხო არის, ხო შეიძლება ბაზა ხელი კრა ადამიანს, ხო შეიძლება რა ვიცი სილა გაარტყა, ხო შეიძლება რაღაც წააბორძიკო, რაღაც ტიპმა დაანოკაუტა. ანუ ტიპმა დაანოკაუტა, დააფინიშა. ანუ და ქალი ბიჭო, ხო შეიძლება, კაი, ოკეი ქალი, ანუ იმის მაგალითად ქალური სოლიდარობა ქონდეს ახლა, იმიტომ რომ სუსტი სქესის წარმომადგენელია და ბუნებრივია, ხო, ახლა სამი ქალი რო ნომერში არიან, სამი გოგო არის ნომერში. შენ ბიჭო კაცმა როგორ ვერ უნდა დაალაგო ისე? როგორ ვერ უნდა დაალაგო, რომ ხელის აწევა არ მოგიწიოს იქ? მაგრამ არა უეჭველი ნასვამი იყო, გონკებში იყო, იცოდა რომ არავინ გადაუღებდა, კამერები არ იღებდნენ. თან რუსები სახელს გავითქვაო ეხაო ამათო რაღაც, რავი, შეიძლება ძალიან ბევრი რაღაც ის არის. გაუქანა ტენა, დააგდო.
და აი ესეთი ქალები, რომელსაც მე პირადად ვუსურვებ, რომ ამათ უნდა ყავდეთ როგორი ქფრები იცით, აი დილი და საღამოსო შოლტებს უბრახუნებენ, აი დილი და გამოწერილი რო აქვთ. რომ იმის მაგერად რომ ქალური სოლიდარობა მას ქონოდა და რაღაცა პოზიტიური დაეწერა, რაღაცა პოზიტიური რომ აი კაი რუსია ის არის, მაგრამ ქალზე არ უნდა გააკეთო ეგ ყველაფერი, ხო? და თუ მაგარი ბიჭი ხარ, წადი და იომე ფრონტზე უკრაინაში და დახოცე რუსები თუ მაგარი ხარ. უკრაინელები იმით მაინც არიან ბიჭო მაგრები, ჯარისკაცები, რომ ტიპები ეომებიან, იმენა რუსებს ეომებიან, ერთ-ერთზე ეომებიან. შენ რო აქ მიზიხა და კლავიატურას აიღები და ის რუსი მონა, ისა და ეს არის მაგარი ტიპობა, ქალებზე ხელის გარტყმა და მაგით ამით ხო ქართულ კაცებს უფუჭდებათ მე სახელი. და ხოლმე მსგავსებით მე რაღაც ჩრდილო კავკასიელი მახაჩევებს და არა ხოლმე მსგავსებით მე მაგათ. ხო და რა ვიცი ძმაო, აი მე კიდევ ერთხელ დავrწმოდი, ამერში არის ფსიქოზი. რა ვერთ 30% არის სერიოზული ბოროტები არიან, ერთი 30% არის ბოროტი, სიბოროტი ცხოვრობენ ტიპები. ჯერ გავიღაცა ავრცელებს, ბორიჩელი ყურუ ავრცელებს, რაღაც ჭორს შარტი გადმოასხესო ბიჭო. შენ მე ხუნა აი ბრას მიშვები ვერ გავიგე. ტიპმა რა ტუალეტში შევიდა, ისა გაავსო ბოთლი და გადმოგას. ხარ, ჯერ ვინ გაიგო რო ეგ არის? აი ვინ გაიგო? ამ ჭორს რო ავრცელებ. ამაზე ხო ღირსია ეხა მაგალითად რომ გამოძიებამ დაიბაროს და იმიტომ რომ ეს არის სერიოზული ისა რა ქვია ესე ვთქვათ დანაშაულის წამქეზებელი მოტივი რამაც შეიძლება ადამიანს ეს სავალალო მდგომარეობაც მისულიყო საქმე და ამ ხელა სიძულვილს რო ავრცელებს ის ხადია ხო რომ სხვა ჩვენ ქვეყანაში სხვა მრუ არ უნდა იბლატაოს ამას უნდა აგვარებდეს სამართალდამცავი იქ ვინც არის სასტუმროს ადმინისტრაცია და შენ რომელიც მასპინძელი ხარ, უნდა კონდეს როგორც პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება, რომ ქალი, აიცი კაცები რო იყვნენ, რუსი კაცები რო ყოფილიყვნენ და ცუდი სიტყვები ეთქვათ, ბაზარი არა მოყვებით მაგ ყველაფერში. რუსი კი არა კაცო, ვინც გინა ის ყოფილიყო, გინა ირლანდიელი, გინა ჩრდილოეთ კორეელი, ვინც გინა ის ყოფილიყო. მაგრამ სამ გოგოს ბიჭო, როგორ არ უნდა მოუგვარო კაცმა. რომ ხელი გასარტყმელი არ გაგიხდეს. და მთელი ქვეყანა შენზე არ ლაპარაკობდეს მე და 3 წლიან ქორწილიდან 3 წლიან სროგზე რომ მიდიხარ ადამიანი დასრულდა უბრალოდ რავი აი ხელები აი დასრულდა ყველაფერი და ესეთი ქალები უბრალოდ რავი თქვენ იმსახურებთ გეუნებით თქვენ იმსახურებთ დილით საღამოს აი როგორც იმეშვებიან აი ამ კადრებს რამდენადაც მე უყურებდი ძმაო აი ამ კადრებს აი ქალს ესე რომ აი არ ვიცი და ძირს რო გდია მე და ამით რომ ვიღაცები ტიპები ამაყობენ რა ძალიან დიდი სიბოროტეა საქართველოში ხალხო ძალიან არ მომწონს ეს ფაქტი ანუ მართლა არ მომწონს ხედავ რასობრივ ნიადაგზე აგორებულ ისეთი სახის ფობიას რომ თუ შედალოცვილი შვილო გეზიზღება რაღაცა ხო ვერიტან აი რაღაცა მე კიდევ ერთხელ მომდებ შესაძლებლობა გააქვს უკრაინაში ზელენსკი იხვეწება მოხალისებად მიყავს სხვათა შორის აი ეს კვერცხი რო იყო კაც პაატარო ერქვა წეღარო განახეთ პოსტი და რო გამოვიდა და ისე რომ ძალიან სიამოვნებს ამ ღრუსის ასეთ მდგომარეობაში ნახვა აი მაგას ქალზე იტყვი ეგ ქათამი ხო არის უბრალოდ ეგ კაცი ხო არის უბრალოდ ქათამი აი ჩვეულებრივ აი ქათამი აი გონა შეუშვა აი როგორ გითხრათ აი საკათმეში უნდა დააბა და აი კვერცხები უნდა დადოს ეგ როგორ შეიძლება კაცმა თქვა ხო რა მნიშვნელობა აქვს ის რუსია უკრაინელია უკრაინელი რა მნიშვნელობა აქვს უკრაინელი ხო არის უკრაინელს ხო ამწუთას მე ვიცავ რეალურად მე ხო მეძახიან რომ უკრაინა მოძულე ხარო და პრორუსი ხარო ეხა ხო უკრაინის მოქალაქეები იყვნენ რეალურად უკრაინის წარმოშობით უკრაინელები რა მნიშვნელობა აქვს აქ რუსია უკრაინელი კორეელი თუ ირლანდიელი თუ ამერიკელი კაცო ეროვნებაშია განსხვავება იმ ქალზე უნდა იძალავდო და იმაზე არა თუ ვერ გავიგე თუ აქ თემა გეტყვით რა იყო ახლა ეს არ იყო აქ ეს იყო აგორებული იმ მოტივზე რომ ის იყო რუსი და რუსი უბრალოდ როგორც ჩმორულობდა და პროჭულად უნდა ცემო რა აი ეგ არის ვერერები სხვაგან ვერერები სხვა ნიადაგზე სხვა მოედანზე გეუნებით კიდევ ერთხელ უკრაინაში არის მაგის შესაძლებლობა ვერ მიდიხარ გააქვს მობილურზე ორადორის საშუალება ერთი ეს აიღო და რაღაც სიბოროტეები წერო და მეორე საშუალება გაქვს იმის რომ ქალს გაუკეთო იგივე ბიჭო ქალმა რა და არ ვიცი მარაზმია უბრალოდ ამ ყველაფრის ნახვევით და ქალებისგან უარესი საერთოდ აი არც მიკვირს მე რომ ხშირად არის ოჯახური ძალადობების ფაქტი ამ ქვეყანაში ბევრი არის ქალიო სიამოვნებსო ცემენ რა ანუ არიან ამ ქვეყანაში ტიპები ფსიქოლოგიური მდგომარეობა რომ ტიპებს რო ცემენ სიამოვნებთ
უფრო უყარდებათ მე ეგეთი კაცები. ავადმყოფები არიან, ეს ფსიქოლოგიურად დაავადებული ავადმყოფები, მე უბედურები რატო ხდებით? უტვინო იმბეცილი რო ხარ, ხო ზირითადად შენი ბოლო ეგ არის მაინც. და ბიჭო, გიждები უბრალოდ იმ ფაქტზე, რომ ქვეყანა, რომელიც და საქართველო, რომელიც განთქმულია თავისი მთელი ცხოვრებით, მთელი ისტორიით, იმით რომ კაცები იყვნენ ჯელტმენები, ნახეს უცხო მოყვამინეჭ დამწით ტირალი წყლისა პირსა, მთელი პიესები და მთელი პოემები აწყობილი კაცის ჯელტმენობებზე, რომელიც გამომდინარეობდა ხო ჩვენი მაშინდელი კულტურიდან, კაცური თვისებები ზოგადად როგორ იყო, მათ შორის ქალების თვისებები როგორ იყო და ქალების დამოუკიდებლობა ერთის მიმართ. მე ამ ერში ეხლა ვხედავ ემპათიისგან დაცლილ გაბოროტებულ გარკვეულ ნაწილს, რომელიც ხარობს, რომ ვიღაცას სული მოსდის. ხარობენ იმით, რომ ვიღაცას რატოა წარმატებული, რატო აქვს ბევრი ფული, რატოა ლამაზი, რატოა მშვენიერი, ვიღაცას კაცი რატო ყავს და იმას არ აყავს. ამ სიბოროტით არის ინტერნეტის ხალხნო სავსე. აი შურით არის უბრალოდ ყველაფერი სავსე. ამ თემას რო შევეშოთ, ეს თემა რო გადავდოთ. ერთმა ვიღაცა ბლოგერმა ჩაწერა ესეთი ვიდეო თქვა, რომ სანამ მობილურს გაიდითო რა და სანამ TikTok აკაუნტზე ვერიფიკაციას მოიპოვებ და რაღაც სისულელე ვიდეოს დადებთო, მაგამდე ჯანმრთელობის ცნობა უნდა ჩააბაროთ რეალურად რა. ანუ ჯანმრთელი რო ხარ მენტალურად, ხო? ჯანმრთელი რო ხარ მენტალურად. მე ამდენი წელს განმავლობაში ვარ საინფორმაციო ომში. მე ცხოვრებაში არ მეთქვია ვიღაცაზე ფიზიკურად იძალადეთ მეთქი. იმის და მივხვდით, რომ აგრესიული ესე ვთქვათ, მემარჯვენე ნარატივით სავსე და თან დამატებული ამ ყველაფერს აგრესიული კონტენტი მაქვს თავიდან ბოლომდე. მე არასდროს არ მithქვია, მე ყოველთვის ზოგადად ჩემ გამომწერებს ჭკუით, გონებით, ინტელექტით დაჯაბნეთ ვიღაცა, აჯობეთ იმ სფეროში, ამ სფეროში გაიტანეთ თქვენი სიმართლე ფაქტებით, არგუმენტებით. მე არასდროს არ მithქვია ვიღაცა ცემეთ, ვიღაცა ისკენეთ, მე არასდროს არ მithქვია. და არც მიხარო და მე არასდროს არ მაგალითად ეხა შიგ ევროპელებს აქციებზე ცემდნენ მაგალითად მე არასდროს არ გამოსულა და არ მithქვია როგორ მიხარია ეს ყველაფერი რომ -1 ესეთი და -1 არასდროს არ მithქვია არასდროს მე ვამბობდი ყოველთვის იმას რომ სამართალმა იზეიმა იმაში რომ ეგ ადამიანები სიტყვას დაჭერილები არიან ვინც დასაჭერი იყო და ვინც სახელმწიფო გადატრიალებაში რომ მე ცემა არავის არ გამხარებია და არც გამიხარდება მესმის რომ ცხოვრება შეიძლება ჩაგივარდეს მომენტი დედა შენს მიაყენონ შეურაცხყოფა შენ ცოლს მიაყენონ შეურაცხყოფა და კაც ხელის გაქნება და შეიძლება უარესიც მოგიწიოს მაგრამ ბიჭო ქორწილში ვიღაცამ წყალი გადმოასხა და მაგის გამო შენ ბიჭო ახალგაზრდა კაცი ვერ აგვარებ სამ ქალთან ვერ აგვარებ სიტყვით ვერაფერს ეს არ არის აპრავდენია და ეს არ არის ის რა ქვია თავის გატანა ხელის გაქნება ქალის მიმართ ქართველის ბუნებაში არასდროს არ იჭრა იმის და მიუხედავად იმდენჯერ ყოფილა ცხოვრებაში რომ ქალს ისე გაუღიზიანებივარ და წყობილებიდან ისე გამოუყვანივარ რომ შეიძლება გონებაში ისეთი რამები მიტრიალებ და მაგრამ ყოველთვის ვაბალანსებ ჩემ თავს იმიტომ რომ მე ესე ვარ გაზრდილი და ყოველთვის ესე მასწავლიდნენ ჩემიანები მამა ჩემიც უყოლა რომ ხელს რო გაიქნებ კაცი დამთავრებული ხარ ძმაო იქ რა მაგარი ტიპი ხარ ენით რო აგვარებ ყველაფერს და დიპლომატიურად რო აგვარებ და ეგრეთ წოდებული ქოცური მშვიდობა რო შეარქვის ამ ყველაფერს და დიპლომატიურად მოაგვარ და აირიდო კონფლიქტები მაგაში ხარ მაგარი ტიპით რა ხელზე ჯობნი არილევა ძმაო ვიღაცა ხელს გაიქნებს ვიღაცა ეხა იმ გოგოს იარაღი ქონოდა დრო ისროლა მე აი მე რა შვება ადამიანი ანუ იცით რა არის ანუ ჯობნი არილევა სამყაროში შენ შეიძლება კიკბოქსი იცი მაგრამ ტაიკვანდო იცი MMA იცი მაგრამ რაც გინდა ის იცოდე ვიღაცამ თუ გლოკი ამოიღო და დაგადო შუბლზე რაც გინდა ის იცოდე ანუ ჯობნი არილევა ამ სამყაროში შენ იმით გამაკვირვე მე როგორ შეარეგი ადამიანები როგორ გადაწყვიტე ეს პრობლემები დიპლომატიურად როგორ გამოიჩინე ჯელტმენობა როგორ მე არ მჯერა ადამიანი არსებობდეს ისეთი ჯერ ეგეთი სასტუმროს ადმინისტრაციასთან პოლიციასთან 112-ში დარეკე ისე მოაგვარე პოლიცია დააყენე ამაზე რომ ქორწილია სიტყვაზე და მიმდინარეობს ესეთი ღონისძიება და ვიღაცა უცხო ქვეყნის მოქალაქე რა თქმა უნდა არ უნდა ირევდეს მაგას რომ შეხარ მასპინძელი და მასპინძელს შენც გაქვს ბუნებრივი პასუხისმგებლობები მოაგვარე ისე რომ თელმა ქვეყანამ არ ილაპარაკოს მაგრამ მე გეუბნებით ეგ ტიპი არ ვიცით რეალურად ცხოვრებაში როგორია მე ამ შემთხვევიდან და კონკრეტულად ამ кейსიდან განვიხილავ ალბათ იყო გონკებში ნასვამი იყო ეგონა რომ ამას არავინ არ იღებდა ამას არავინ არ იმასისავდა დაკარგა ორიენტაცია დაკარგა გონება და გაუქანა და ლეწა ქალს და ეხა მიდის 3 წლიან სროქზე რის გამო რომ ქალს გაარტყა ბიჭო ხელი დასრულებულია კინო დასრულებულია უბრალოდ და ფან-კლუბი რო უჩნდებათ ამ ადამიანებს აი ფან-კლუბი რო უჩნდებათ აი ამ ადამიანებზე აი ესეთი ძალადობის მოყვარული ადამიანები უბრალოდ მე კიდევ ერთხელ ვამბობ აღარ დამელაპარაკონ ცხოვრებაში იმაზე
რომ აი ეს პატასნაირი ავადმყოფები მაგალითად ხო გონი გამასადის და სამყურემ ამ ფოტოს რომ უყრებს სიამონებს აი როდესაც ნაცემი ხალი სიამონებს უბრალოდ ავადმყოფი ხარ შვილო და ალბათ იცი როგორი პრობლემები გაქვს ანუ არც ერთი ხალი არ გაძლევს საერთოდ ფრენდ ზონაში ხარ ერთადერთი შენ საზრდო პორნჰაბი პორნოგრაფია და ეგ არის შენი მაქსიმუმი იცი რომ რუსი არ მithumetes რუსი არასდროს არ მოგცემს და ხარ სიბოროტეში გადავარდნილი როდესაც ქალზე მაგას ამოფრო შენ მისი ცემა და მისი ხილვა სიამონებს ბოროტი ხარ აი ბოროტების დეფინიცია ხარ უბრალოდ კაცი ხო არ ხარ უბრალოდ ქათამი ხარ არაფერს არ წარმოადგენ ცხოვრებაში შენი ბოლო არის პორნჰაბი და ბოროტება Facebook-ზე ფეიკებით რაღაცების პოსტო აი ეს არის ხო და მე არ არის ეს ქართული კაცის რეპრეზენტაცია ქართული კაცი სხვანაირად მოიქცევა და ქართული კაცი ყოველთვის იყო თავისი ღირებულებებისა და ფასეულობის სადარაჯოზე. ბევრჯერ ყოფილა ამაზე მომენტები ისტორიაში მათ შორის რომ ქალს გაურტყია კაცისთვის ხელი. გამაღიზიანებელი ყოფილა, ემოციური ყოფილა, ესეთი ყოფილა, ისეთი, მაგრამ საპასუხოდ კაცს აბსოლუტურად სხვანაირად ჯელტმენურად მოქცეულა. ისე დაალაგებულა სიტუაცია, ისე ჩახუტებულა ისე მოუგვარებია ეს ყველაფერი, რომ ყველანაირი კონფლიქტი აურიდებია, იმიტომ რომ იცის, რომ კაც და ქალ შორის არის აქ შემთხვევაში, როდესაც ფიზიკურ ძალას ეხება, ნუ არ ხარცევენ, რა თქმა უნდა, ისეთი ქალები მეც რო დამარტყა, მეც გამთიშავენ, მაგრამ საუბარი მაქვს, რომ უმეტესად ფემინისტებსაც რო უდრამის სიამოვნოთ, ახლა მე რასაც ვიტყვი, არიან ისეთი ქალები, რომელსაც ჭირდებათ თავდაცვა. ეს სოციალური როლია მისი, ხო? სოციალური როლი. და ამ რეალობაში რო ეხლა შენ რა ვიცი უცხო ქვეყნის ის ხო ვიღაცის და არის ხო ვიღაცის ის არის ბიჭო რა ტეხავს იცი ყველაზე მაგრა ქართველებს იცი რამდენი რამე შეგვშლია ევროპაში ძალიან ბევრი რამე შეგვშლია ფერატკანიანების მერე ვართ ყველაზე დიდი მომპარავები მთელს ევროპაში ფერატკანიანების მერე მაქვს საუბარი ფერატკანიანების მერე ვართ ყველაზე დიდი მომპარავები სახლები გააქვთ იმას არ ცავენ ამას არ ცავენ რაღაც უბედურებები მსმენია რატო მაგაზე არ გაგიჩენიათ პროტესტი მითხარით ის ხო კოლ-ცენტრები რო გაქვთ და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აჩაღებენ მაგაზე რატო არ ქონიათ პროტესტი მე არ არის ფინანსური ძალადობა არ არის სქემები ისე ვლაპარაკობთ რომ ჩემ ქვეყანაში პატიმცესო ადამიანებო ჩავდივართ და გაგვაქვს მთელი ევროპა გავწიეთ რასაც ქვია მთელი ევროპა და ეს საამაყოდე ჩვენებად გაიგე რომ ეს საამაყო ბიჭო არ ჩერა მე ერთი დასკვნა გამოვიტანე რომ ერთი დიდი ფსიქიატრიულია გასახსნელი და რაღაც ნაწილი ამ მოსახლეობის ნაწილი არის შესაშვები იქ რომ რეაბილიტაცია ჩაიტანო ფსიქიკური, ფსიქოლოგიური და გამოჯამრთელდნენ და თუ ძმაო ძალიან მარტივია რეალობა ან თუ შენ გძულს რაღაცა შენ შესაძლებლობა გაქვს იმას ებრძოლო სრული შესაძლებლობა ფრონტზე მიდიხარ რუს დახოცავ იქ და მოკლავ და რავი მე როგორც პატას ახლა იმის ტრაკი არ აქვს ვერც წავე კიდე შინია იქ ჭურვების ეშინია 34-ის ეშინია აკაისის ეშინია და ერთადერთი რა რჩება რომ რუს გოგოების ნაცემი სახეებით იკაიფოს ეს არ არის ქართველი მე კიდევ ერთხელ ქართველი კაცი იყო ჯელტმენი ქართველი კაცი ქალს ყოველთვის პატივს სცემდა და თუ ქალი არის აბსოლუტურად პირწავარდნილი მას ისე მოიშორებ და ისე გაწევ შენი ცხოვრებიდან, რომ შენ ვეღარ შეგაწუხებს თავიდან ბოლომდე, როცა მართლა ტრაკიანი კაცი ხარ. და თუ ხარ ფიმფამფო ცხოვრებაში, უტრაკო და მოძალადე. რომ ის ქალები ხარ, რომლებიც გამოდიოდნენ ხვალზე, შეიძლება თვითონ აღმოჩნდნენ მაგ ძალადობის სხერფლი და ეს სიამონებად, ოდესაც სხვა გოგოებმა უთხრან, რომ აი როგორ სიამოვნებ შენ ნაცემის სახის ხელო. ხო არის სიამოვნებად. მაშინ რატო სიამოვნებს რა? იმას რა დედა არ ყავს ის ვიღაცის შვილი არ არის თუ რა იმ ქალმა წაგართო შენ 20% რომელიც ოკუპირებული აქ ხარ რუსეთს ჩმორული თამაშები არ მიყვარს ცხოვრებაში ქართველები ვაშკაცი ხალხი ვიყავით და ჩვენს ტრაკს და ჩვენს კვერცხებს ომში ვამტკიცებდით ყოველთვის ომში ბრძოლის ველზე ქართველი კაცი არც აქ იჭიმებოდა არასდროს Facebook-ის კომენტარებში და TikTok-ზე და YouTube-ის კომენტარებში და ამოფარებული და არც ქალებს არ ურტყავდა ხელს. ქართველი კაცი იყო იმით გამორჩეული, რომ მას ქონდა ღირსება, ფასეულობები, რწმენა და ქალისადმი პატივისცემა. ეს იყო ნამდვილი ქართველი ვაჟკაცის დეფინიცია და დღესაც ეგ არის. და მადლობა ღმერთს, ბევრი ეგეთი კაცია საქართველოში. ასევე იმ მოძალადებისგან განსხვავებით. ქალზე რო ხელს აწევ, ჩემთვის დასრულებული ხარ იქ. ჩემთვის პირადად იმის და მივხვდით, რომ სექსისტური გამონათქვამები მახასიათებს
რავი, ძალიან მაღიზიანებენ ხოლმე ქალები ძალიან, მაგრამ ქალზე რო ხელს აწევ, დასრულებული ხარ როგორც კაცი, ჩემთვის პიროვნულად, თვისებებით, ყველაფრით ხარ ნული, სრული ნული. გინა რუს გაარტყი, გინა უკრაინელს. აგერ დღევანდელ ვიდეოში უკრაინელი დავიცავი. უკრაინელები იყვნენ გოგოები. რუსი ვაფშე არ იყო. პრორუს მაინც ვეღარ დამიძახებენ ახლა. უკრაინელები იყვნენ ორივე. მესამე მეგონი ბელარუსელი თუ ეს თვითონ თუ მესამე შეიძლება რუსი იყო მართლა. რატო? იმიტომ რომ სამართალი მსიამოვნებს ამ ცხოვრებაში. და ეს უკან რომელი დროშაც მიკიდია, ეს დროშა ვაშკაცემა შეგვინარჩუნეს და კაიტიბებმა შეგვინარჩუნეს. ეს ვიღაც ფიმფამფო კაცემა არ შეგვინარჩუნეს ჩვენ. და მინდა მომავალმა თაობებმა ეს ყველაფერი ნახონ, როგორები უნდა იყვნენ ქალის მიმართ და როგორები უნდა იყვნენ ცხოვრებაში. ძალიან მარტივია ყველაფრის შეჯამება. არჩე, ეგ მინდოდა მეთქვა რა. არა უყევი საზოგადოებრივ ნარატივს და არ მიხარი არავის სემა საერთოდ ამ ქვეყანაზე, მით უმეტეს ქალის არის საშინელება და ვისაც რამის ტრაკი აქვს და ვიღაცები ეს იზღება კიდევ ერთხელ ვიმეორე ბოლოს. უკრაინა იხვეწება. და ვინმეს ვისი ტრაკიც აქვს, წავიდეს იქ ფრონტზე და მიდიაბა დრონი რომ ოფრინავს და ეს კაისი რო გაისურეს, მე მაინტერესებს იმ პაატასნაირ ჩმორებს ეყოფათ თუ არა იმისი თავი, საერთოდ ზეცად აღმართონ თავი დროებით.